ანაკლიაში მომავლის პირველი ბანაკის ეტაპი დასრულდა. ახლა იქ უკვე სტარტის საქართველოს დღეებმა აიღო. ამ ღონისძიების ფარგლებში პირველი ნაკადის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ტრადიცია და ფოლკლორი წარმოადგინეს. გამარჯვებულ ჯგუფებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. წელს ანაკლიაში სულ 2000-მდე მოზარდი 6 ნაკადად დაისვენებს. პროგრამის ბენეფიციარების ასაკი 14-დან 18 წლამდეა. ბანაკში დასვენების საშუალება კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, დევნილებს და სოციალურად დაუცველებს, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტი მომავლის ბანაკი მოგეხსენებათ ხორციელდება ანაკლიაში. ამჯერად მეოთხე ნაკადის ბავშვები ასრულებენ თავის ყოფნას ამ ბანაკში. ეს გახლავთ 10 დღიანი რომელიც ეთმობა საქართველოს დღეს. მე პირველ რიგში ამათმა დღემ მომცა დისციპლინა, გამიღმავა ცოდნა და ასევე მომცა ის რეჟიმი და ჩემი ზრდილობა და ყველაფერი მოაქცია კიდევ უფრო ღრმა ჭყალებში და ფესვებში.